პროექტი რამდენიმე ძირითადი მიმართულებით განვითარდება, უბრალოდ უკვე საქმიანობს. პირველი უმთავრესი მიმართულება იქნება სოფლის მეურნეობის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების ხელშეწყობა. მეორე მნიშვნელოვანი მიმართულება იქნება ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე სასოფლო და სოფლის მეურნეობის პროგრამებისა და პროექტების დაფინანსებისა და შემდგომში განხორციელების ხელშეწყობა. მესამე მთავარი მიმართულება იქნება საქართველოს სოფლის მეურნეობის კონკურენტუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა. პირველ რიგში უნდა დადგინდეს რა არის საჭირო იმისთვის, რომ სექტორში წარმოებლურობა იყოს მაღალი დონისა. მაგალითად, ჩვენ ვიცით, რომ ყოფილი პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებშიც კი გაცილებით უფრო მაღალია იმავე ძროხის წველადობა, მაგალითად, ხო, იმავე საქონლის მასა გაცილებით მაღალია, თუნდაც იმავე ბელარუსში, იმავე უკრაინაში, ან თუნდაც სხვაგან, ვიდრე საქართველოში. ხო, ეს გარკვეულად პრობლემაა. მით უმეტეს იმ ფონზე, რომ ჩვენ ვიცით დაახლოებით მილიონამდე ადამიანი საქართველოში სოფლის მეურნეობის სექტორში ასე თუ ისე მუშაობს, მაგრამ ესენი არიან ძალიან წვრილი მეწარმეები, რომლებიც ძირითადად საკუთარი მოხმარებისთვის აწარმოებენ. იგივე ეხება მესაქონლეობას, ხო? ადამიანებს ყავთ ერთი ან ორი ძროხა მაქსიმუმ. შედარებით მცირე ზომისა. წველადობაც საკმაოდ დაბალია და გამოდის ისე, რომ ქვეყანა მიუხედავად იმისა, რომ საქონელი რიცხობრივად საკმაოდ ბევრი ყავს, მაინც დამოკიდებულია ხორცის იმპორტზე, ხო? ეს ძალიან არსებითი პრობლემაა. გარდა ამისა, რძისფრილის სახით შემოდის რძე, რაც ასევე არ არის მისაღები და სასურველი ფაქტი. მაშინ, როცა რესურსი არსებობს ქვეყანაში, რომ ეს დარგი დროთა განმავლობაში, რა თქმა უნდა, თქვა 5 წლის მერე, 10 წლის მერე უკვე კონკურენტუნარიანი გახდეს და ქვეყანა მეტნაკლებად დაეკმაყოფილოს თავი მოთხოვნილების თვალსაზრისით ამ პროდუქციაზე. FAO-ს ემპარტის პროგრამის ფარგლებში, ანუ ევროპის სამეზობლო სოფლის სასოფლო მეურნეობის განვითარების პროგრამის ფარგლებში ეხმარება სამინისტროს, აქ საუბარია სამინისტროს გაძლიერებაზე, სამინისტროს შედარგულების გაძლიერებაზე და ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო ტარდება. კერძოდ ხდება სამინისტროში პოლიტიკის დეპარტამენტის გაძლიერება, ასევე სხვა რგოლების გაძლიერება იმისათვის, რომ სამინისტრო უფრო ეფექტიანად იმოქმედოს, იმუშაოს და განვითაროს სოფლის მეურნეობა. ეს ეხება კი ყველა სექტორს, სადაც მეტნაკლებად შანსი გვაქვს მივაღწიოთ საექსპორტო პოტენციალს, მაგალითად ეს იქნება მეხილეობა, იგივე ციტრუსი, თხილი, იქ ცოტა უფრო სხვა ტიპის ღონისძიებები იქნება, აქცენტი გაკეთდება ექსპორტი როგორც წავახალისო, მაგრამ არის დარგები, სადაც ექსპორტი ალბათ სავარაუდოდ ვერ გვექნება, მაგრამ იქ აქცენტი უნდა გაკეთდეს იმაზე, თუ როგორ მოვახერხოთ ისე, რომ იმპორტის რაოდენობა იყოს მცირე. კიდე რას ვაკეთებ? ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საკონსულტაციო, საინფორმაციო სამსახურების დახმარება. ამ ადამიანებს ევალებათ, გლეხებს მიაწოდონ პრაქტიკული ჩვევები და პრაქტიკული ცოდნა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოიყვანონ მაგალითად კონკრეტული პროდუქტი, ან როგორ მოვუარონ საქონელს და სხვა. მე ვმუშაობ ამჟამად სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციაში, სადაც ეს ინფორმაცია თავს იყრის ყველანაირი ინფორმაცია სოფლის მეურნეობის სფეროზე და შესაძლებლობას მომცემს სამომავლოდ განვავითაროთ ჩემი ბიზნესი ამ დარგში, მინდა მქონდეს ჩემი სასათბურე მეურნეობა. თქვენ როგორც ფორმერს ეს მოგცემს საბოლოო ჯამში უფრო ეფექტურ სოფლის მეურნეობის სამინისტროს, უფრო სწორად გათვლილ მომზადებულ ფერმერზე და სოფლის მეურნეობაზე მორგებულ პროგრამებს, გრძელვადიან ხედვას და გრძელვადიან ხელშეწყობას სახელმწიფოსგან. აქცენტი მაინც უნდა კეთდებოდეს იმაზე, თუ როგორ გააერთიანონ ამათ თავიანთი ძალისხმევა იმისთვის, რომ თავიანთი პროდუქციის გაყიდვა გაუადვილდეთ და ნედლეული შესყიდვა გაუადვილდეთ. მოხდება ისეთი ფერმერების გამოვლენა, რომლებიც მოწადინებულები არიან, ახალი ცოდნა შეითვისონ და იმუშაონ ახლებურად, ასე ვთქვათ, და ჩვენი პროექტი შეუწყობს ხელს ისეთი მექანიზმის დანერგვას, რომელიც აი ამ წარმატებულ ფერმერებს დააკავშირებს სხვებს და შეაძლებინებს თავისი ცოდნა და წარმატება სხვებსაც გაუზიაროს.